მიუხედავად დაბრკოლებებისა, ან მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებლადაც შეიძლება მიგაჩნდეს რაღაც, აი სიჯუტი თუ აუხსნელი სურვილით მაინც მიდიხარ აქეთკენ, ხო და ამის არაერთი მაგალითი არსებობს, იგი კოლონელ სანდერსის მაგალითი, რომ მოუყვე KFC-ს დამფუძნებელის, რომელიც და მაქამდე მიიღო 1000 უარი. 1000 უარი, ან 1000-მა ადამიანმა უთხრა 1000 უარი, რომ წარმოიდგინე უბრალოდ ვიღაცას რა იდეას უხსნი და 1000 სხვა ადამიანი რო გეტყვის 1000 უარს. ნუ ალბათ ეს ფრუსტრაცია და თავს ჩათვლი იდიოტად და იმ იდეას სისულელეთ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აი ეს სურვილის და ამ სიჯუტის გამო თავისი გაიტანა, ხო? იგივე JK Rowling-ი, რომელსაც 10-მა გამოცემამ უთხრა უარი ჰარი პოტერზე და მიიჩნეს ეს იყო სისულელე და გახდა ბესტსელერი და წიგნი, რომლის გამოც მე მაგალითად კითხვა დავიწყე, მაქამდე არ ვკითხულობდი. ხო, ანუ ეს არის ზუსტად ის, რაც ამ წიგნშიც მეორდება, ხო, მწველი სურვილიდან მე რამდენიჯერ ასე ვთქვათ, დასტურდება ეს, როცა ადამიანს აქ ეს საოცარი სიჯუტე და მიუღებლობა მის, რომ აი უარი მიიღო და მაინც გააკეთო ის, რისიც გჯერა, არის ყოველთვის თავდება ამით, ხო, აი თუ იმას წარმატების ფორმულა შეიძლება აინტერესებდეს, პირველ რიგში არის ეს, რომ მიუხედავად ბევრი უარისა, მაინც გააგრძელო და მაინც იბრძოლო შენი ოცნებებისთვის, ხო? და განსაზღვრე რა არის შენთვის წარმატება პირველ რიგში? განსაზღვრე რა არის შენი მისია, ანუ რისი კეთება მოგიტანს შენ კმაყოფილებას, რას გააკეთებდი იმის მიუხედავად, ამაში თანხას აიღებ თუ არ აიღებ. და მერე ჯიუტად მწველი სურვილით მიყევი ამ გზას უარების რაოდენობის მიუხედავად.